გამარჯობა. წინა ვიდეოდან გახსოვთ, რომ 1817 წლის დამდეგ ვიუტენბერგიდან რამდენიმე ასეული ოჯახი დაჯდა თავის ურმებზე, დაალაგეს თავიანთი პარგი ბარხანა და დაიძრენ ადგილებისკენ, რომლის შესახებაც ფაქტიურად არაფერი იცოდნენ. იცოდნენ მხოლოდ ის, რომ ამ ადგილებიდან ახლოს უნდა ღვთარიყო მეორედ მოსვლა და წმინდა მთა არარატთან მათ გამოეცხადებოდათ ქრისტე. მაგრამ პლუს კიდევ სხვა ფაქტორებიც იყო, რომლის შესახებაც მე წინა ვიდეოში ვისაუბრე და ამიტომ თუ არ გაქვთ ის ვიდეო ნანახი, აუცილებლად ნახეთ. თავიდან ჩამოყალიბდა დაახლოებით 8 გერმანული კოლონია საქართველოში. ეს იყო მარიენფელდი, ახლანდელი კახეთის გზატკეცილთან ახლოს, ეს იყო პეტერსდორფი, მარიენფელდის მახლობლად, ნოიტიფლისი, ძალიან საინტერესო ადგილი, რომლის შესახებაც მე უფრო დაწვრილებით ვისაუბრებ დღევანდელ ვიდეოში. ეს გახლდათ დღევანდელი კუკიის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მხოლოდ ხელოსნები დასახლდნენ, აი ძალიან საინტერესო მომენტია. ალექსანდერსდორფი დიდუბეში, ელიზაბეტტალი და კატარინენფელდი, ეს ბოლნისი და ასურეთია დღევანდელი, ანენფელდი ეს შამქორის სახაზინო მიწებზე იყო და ჰელენენდორფი განჯასთან ახლოს, აზერბაიჯანში. მოგვიანებით კიდევ შეიქმნა რამდენიმე კოლონია და მათი რაოდენობა დაახლოებით 33-მდე გაიზარდა, მათ შორის იყო შიდა ქართლში, წალკის რაიონში, იყო სოხუმთან ახლოს და ასე შემდეგ. მე-19 საუკუნის ბოლოს უკვე თითქმის 40,000-მდე გერმანელი ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე. ეს უკვე საკმაოდ სერიოზული ძალაა, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გერმანელები ჩინებული მეურნეები არიან, ჩინებული გლეხები არიან, გადასარევი მშენებლები არიან და რა თქმა უნდა ხელოსნები და ინჟინრობაში ხომ მათ ბადალი არ ყავთ. კოლონიებიდან ძალიან საინტერესო იყო ნოიტიფლისი, რომელიც დღევანდელი კუკიის ტერიტორიაზე მდებარეობდა, შემდეგ იგი გაფართოვდა. აქ დაასახლეს ძირითადად ხელოსნები. ხელოსნობა საქართველოში იყო განვითარებული, მაგრამ უკვე ჯერჯერობით ჩანასახის მდგომარეობაში იყო, ყარაჩოხლები მოიხსენებათ, ეს ხელოსნები იყვნენ. ისინი ძირითადად მეწაღეობდნენ, ტყავის გამოყვანაზე მუშაობდნენ და ასე შემეთუნოქეობდნენ ასევე, მაგრამ ესეთი ინჟინრული ტიპის რაღაცა ხელსაწყოების დამამზადებელი სახელოსნოები საქართველოში და თბილისში არ იყო სამწუხაროდ იმ დროს. და სწორედ გერმანელებმა შეავსეს ეს ნიშა და შეავსეს ძალიან ეფექტურად. მათ ააშენეს ორსართულიანი სახლები, ორ მწკრივად იყო ეს სახლები განლაგებული. მათ ასევე ჰქონდათ სახლებს უკან ძალიან კარგად მოწყობილი ბაღები. ბაღები ძირითადად იყო დეკორატიული. პირველ სართულზე იყო სახელოსნოები, მეორე სართულებზე იყო უკვე მეორე სართულზე და თუ სამსართულიანი იყო ზედა სართულებზე საცხოვრებელი ბინები იყო. და აქ მზადდებოდა ამ სახელოსნოებში ძალიან ბევრი რამ. სახლის ინვენტარი, ეს იყო სასოფლო-სამეურნეო იარაღები, ძალიან მაღალი ხარისხის, ეს იყო ავეჯი, ღუმელები, ფაიფურის და თიხის ჭურჭელი და რაც მთავარია, 4 ეტლები. 4 ეტლები, რომლებიც ისეთი ხარისხის იყო, რომ მათ 1960-იან წლებამდეც კი იყენებდნენ, საბოლოოდ არ დაიშალენ ისინი. და ეს ეტლები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა ასევე სხვა ქვეყნებშიც, არა მხოლოდ რუსეთის იმპერიაში, არამედ იგი აღმოსავლეთ ევროპაშიც გადიოდა. და ფაქტიურად ეს იყო იმდროინდელი მერსედესები და პორშეები და ამ მერსედესის და პორშეს ქარხნები ჩვენ აგერ კუკიაზე გქონდა. გერმანული ნაწარმი ზოგადად ორჯერ სამჯერ უფრო ძვირი იყო ვიდრე ადგილობრივი და ამის შესახებ მე გითხარით წინა ვიდეოში, რომ მათი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაც ასე იყო და აი სახელოსნო პროდუქციაც ძვირი იყო. რატომ? იმიტომ რომ ქართველებს და სომხებს და აზერბაიჯანელებს და იმ ხალხს, რომლებიც თბილისში ცხოვრობდნენ, რა თქმა უნდა, ერჩივნად ერთხელ გადაეხადათ ძვირი და სამაგიეროდ დარწმუნებული ყოფილიყვნენ მის ხარისხში, ვიდრე ყოველწლიურად ახალ-ახალი ეყიდათ იაფიანი საქონელი. ალექსანდერსდორფი დღევანდელი დიდუბის ტერიტორიაზე მდებარეობდა, იქ სადაც ახლა ექსპო ჯორჯიას დიდი მწვანე ზონაა, მაშინაც მწვანე ზონა იყო, უბრალოდ ეს იყო გერმანელების ბაღები, სადაც მათ მოყავდათ და შემდეგ ქალაქს ამარაგებდნენ ცინცხალი მწვანილით, ხილით და
რაც თავარია კარტოფილით. კარტოფილით, რომელიც დათესვაც და მოყვანაც კავკასიაში, სამხრეთ კავკასიაში პირველად სწორედ ექსპო ჯორჯიას ტერიტორიაზე დაიწყეს გერმანელებმა და თქვენ გახსოვთ წინა ვიდეოდან თუ როგორ შეაჩვიეს მის ჭამას თბილისელები. საკმაოდ ორიგინალურად. ამიტომ ისევ ვიმეორებ, ვისაც არ გინახავთ ის ვიდეო აუცილებლად ნახეთ. ჯერ კიდევ არის შემორჩენილი თქვენ თუ სამტრედის და წყალტუბოს ქუჩებზე გაივლით დიდუბეში, შეამჩნევთ რომ შემორჩენილია, მე მგონი შემორჩენილი იყო ყოველ შემთხვევაში 7-8 წლის წინ მე იქეთ ველოსიპედით ხშირად დავსეირნობდი ხოლმე ერთსართულიანი სახლები, რომლებსაც ძალიან უცნაური თავისებური ფორმა აქვთ და ისინი გამოირჩევიან ქართული სახლებისგან თავისი ფორმით, თავისი გარეგნული შესახედაობითაც. ესენი გახლავთ გერმანული, სწორედ აი ალექსანდერ ძორფის სახლები, რომლებიც ჯერ კიდევ მე მგონი გადაურჩნენ აი ამ გველეშაპს, რომელსაც თბილისის განვითარება ჰქვია და სინამდვილეში კი ქალაქი ფაქტიურად გადაიქცა მანქანების სათარეშო ქალაქად და მასში ადამიანის ადგილი არ დარჩა. მე ყოველ შემთხვევაში ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, როდესაც ჩამოვდივარ წლიდან წლამდე უარესდება თბილისში მდგომარეობა. მოკლედ ეს სხვა თემაა და ალბათ ამაზე ოდესმე მე ვისაუბრებთ. ასევე კატერინენფელდიდან, ანუ დღევანდელი ბოლნისიდან, ელიზაბეტალიდან და სხვა კოლონიებიდან, არა მხოლოდ საქართველოსთან, თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში, არამედ ბაქოსა და ერევანში გადის ძალიან დიდი რაოდენობით ღვინო, შაშხი, ძეხვეული, შვეიცარიული ყველი. როგორც კი გაიგეს გერმანელებმა გერმანიაში, რომ არსებობს ასეთი ქვეყანა, სადაც ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია, სადაც ყამირია ფაქტიურად ხელოსნობის მხრივ, ექიმობის მხრივ, ფარმაცევტიკის მხრივ, სხვა და სხვა პროფესიების მხრივ და ამავე დროს ძალიან კარგი კლიმატია, ძალიან ბევრი გერმანელი იწყებს საქართველოში ჩამოსვლას. ჩამოდიან და ეს საქართველოს ძალიან ადგება, იმიტომ რომ ისინი ავსებენ სწორედ იმ ნიშებს, რომლის დეფიციტიც კი არა, საერთოდ არ არის საქართველოში. რამდენიმე წლის წინ ბერლინის ქუჩებში დავსეირნობდი და პატარა სასაფლაოს მოვკარი თვალი, მე ზოგადად მიყვარს, ვიცი შეიძლება რაღაც გადახრაა, მაგრამ მიყვარს სასაფლაოებზე სეირნობა, იმიტომ რომ აქ ძალიან კარგად ჩანს ხოლმე თვითონ ქალაქის სული, ქვეყნის სული და ამ სამუდამო განსასვენებლები რაღაც თავისებურ სიმშვიდეს მანიჭებს მე ყოველ შემთხვევაში და რაღაც ფიქრის ხასიათზეც მაყენებს ხოლმე. და აი სასაფლაოზე შევიარე, პატარა სასაფლაო იყო და თვალი მოვკარი ძალიან ლამაზ საფლავს, ესეთი მარმარილოს ანგელოს ფრთები გაეშალა საგვარეულოს სასაფლაოზე. საფლავი ეკუთვნოდა სიმენსების საგვარეულოს. და აქ იყვნენ, ესე იგი, დაკრძალული კარლ სიმენსი, მისი მეუღლე მარია და მათი შვილი ელეონორა. ამაში ხეთ დიდი გასაკვირი არაფერია. მეოთხეც იყო ის აღარ მახსოვს მართალი გითხრათ, ალბათ ოჯახის წევრი იყო ისიც. უბრალოდ ამ უხარისხო ფოტოზე არ ჩანს. და საინტერესო ის იყო, რომ ელეონორას დაბადების და გარდაცვალების ადგილად ეწერა ბორჯომ. 1 წლის გარდაიცვალა ეს გოგონა 1869 წელს. და ამავე წელს არის 2 თვით ადრე გარდაცვლილი ასევე ბორჯომში კარლ სიმენსის მეუღლე მარია სიმენსი. ვინ არის კარლ სიმენსი და საიდან მოხვდნენ ისინი საქართველოში და მაგალითად იგივე თვით ბორჯომში? სიმენს ალბათ ეს გვარი არ არსებობს ადამიანი, ვისაც არ გაეგოს, იმიტომ რომ და მის ნაწარმს თქვენ აუცილებლად თუ სახლში არ გაქვთ ისე მაინც იცნობთ. ეს გახლავთ მსოფლიო ელექტრონული ინდუსტრიის იმპერიის დამაარსებელთა გვარია. იმპერიის, რომელიც დღესაც ფეხზე დგას, რომელიც ძალიან მაღალი ხარისხის აპარატურას უშვებს, ელექტროაპარატურას, მათ შორის საყოფაცხოვრებოს, მათ შორის სამკურნალოს, ეს MRT-ს და KT-ს და აპარატურა თითქმის ყველა სიმენსის არის და ესეთი უცნობილესი ფირმაა. სწორედ ამ სიმენსის, ანუ ამ ელექტრონული იმპერიის დამაარსებლების ერთ-ერთი წარმომადგენელი გახლავთ კარლ სიმენსი, რომელიც მე-14 ბავშვი იყო ფერმერის ოჯახში, მეკლენბურგელი ფერმერის ოჯახში
და იგი 11 წლის იყო სულ როდესაც მას მშობლები გარდაეცვალა და მასზე მეურვეობა აიღო უფროსმა ძმამ ვერნერ ფონ სიმენსმა. ვერნერმა ძალიან კარგი განათლება მიიღო თავის დროზე, იგი ფიზიკოსი იყო და ელექტროებით იყო დაინტერესებული. 1847 წელს ვერნერ სიმენსმა იოჰან ჰალსკესთან ერთად დააარსა ფირმა, რომელიც როგორც გითხარით, დღემდე არსებობს და რომელმაც შეიძლება ითქვა სამყარო შეცვალა. ძმების სიმენსების წვლილი იმდენად დიდია ელექტრონული ინდუსტრიის განვითარებაში და იმდენი გამოგონებების და ინოვაციების ავტორები არიან ისინი, რომ მათზე ცალკე დიდი ვიდეოს გაკეთება შეიძლება. მე უბრალოდ იმას დავამატებ, რომ ბევრი მათი გამოგონების გარეშე ჩვენი ცხოვრება სრულიად სხვანაირი იქნებოდა. მათ 190 ქვეყანაში აქვთ და მათ შორის ალბათ საქართველოშიც თავიანთი ფილიალები. მაშ ასე კარლ სიმენსი წამოიზარდა, ძმის ელექტრონულ ფირმაში დაიწყო მუშაობა და 22 წლისაა კარლი, როდესაც იგი პეტერბურგის ფილიალში გაუშვეს. ანუ რუსეთის იმპერიაში ყალიბდება პირველი ფილიალი სიმენსების ფირმისა. სიმენსებს კიდევ ერთი უნიჭიერესი ძმა ყავთ, ვილჰელმი, რომელიც ლონდონში ცხოვრობს იმ მომენტში და ლონდონის ფილიალს განაგებს. სატელეგრაფო სისტემები ახალი გამოგონილია და მოგეხსენება ტელეგრაფი მაშინ კაბელებით მუშაობდა და პირველ სატელეფონო და სატელეგრაფო კავშირს ბრიტანეთსა და ამერიკას შორის სწორედ სიმენსის ფირმა ამყარებს. ვილჰელმს აქვს ძალიან გრანდიოზული იდეა. ლონდონი დაუკავშიროს თავის კოლონიის ინდოეთის დედაქალაქს კალკუტას. მეხა წარმოიდგინეთ სად ბრიტანეთი, სად ინდოეთი, მაგრამ ამ პროექტს სიმენსების ხელში რა თქმა უნდა განხორციელება უწერია. ერთი მომენტია ოღონდ, რომ მათ სჭირდებათ შუალედური ადგილი, რომელიც თქვათ მიიღებს გადაცემებს და შემდეგ გადაცემს ინდოეთში და პირიქით. და ასეთ შუალედურ ადგილად შეარჩევენ ტიფლისს. როგორც ახლა გაგიკვირდებათ, მაშინაც საქართველოს სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა აზიასა და ევროპას შორის და ვილჰელმმა, კარლის ძმამ, კარლს შეთავაზა, რომ წადი საქართველოში, იმიტომ რომ ეს იქნება ალბათ ყველაზე მოკლე გზა ბრიტანეთიდან ინდოეთამდე, რომ ჩვენ კაბელი გავჭიმოთ და იქ დაარსე ჩვენი ფილიალიო და მართლაც კარლი ჩამოდის თბილისში და აქ არსდება სიმენსების იმპერიაში, რუსეთის იმპერიაში სიდიდით მეორე ფილიალი, რომელიც უნდა მოემსახუროს სწორედ ამ კაბელის გაყვანას და პარალელურად კარლი ყიდულობს საქართველოს-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ სპილენძის საბადოს. სპილენძი მოგეხსენებათ საუკეთესო ელექტროგამტარია და აქედან გამომდინარე სიმენსები აკეთებენ მავთულებს, რომლითაც გადაიზმის შემდეგ უკვე ტელეგრაფმა უნდა გადასცეს თავისი მონაცემები. კარლ სიმენსი ქორწინდება მარია კერხერზე. სიმენსების ოჯახი ჩამოდის თბილისში, ისინი სახლდებიან დღევანდელი ასათიანის ქუჩაზე სოოლაკში. 1868 წელს მათ უჩნდებათ გოგონა, რომელსაც სახელად ელეონორას არქმევენ. ამავე წელს მარიას, ანუ კარლის მეუღლეს აღმოუჩენენ იმ დროისთვის ფაქტიურად სასიკვდილო დაავადებას, ეს გახლავთ ჭლექი და ასევე პატარა ელეონორასაც. ერთადერთი საშუალება მაშინ ამ საშინელი დაავადების მკურნალობის გახლდათ, ყოველ შემთხვევაში შემსუბუქება სიტუაციის მკურნალობა ამას არ ქვია. სუფთა ჰაერი, ისეთი ჰაერი, რომელიც შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც კლავენ ჭლექის გამოწვევ ბაცილებს. და ასეთ ადგილებად ითვლება საქართველოში აბასთუმანი და ბორჯომი. საქმე იმაშია, რომ მართლაც ასეა. და მოგეხსენებათ აბასთუმანში ძალიან ბევრი ტუბერკულოზის ან ჭლექით დაავადებულთა დისპანსერები იყო საბჭოთა კავშირის დროს, ახლა არ ვიცი რა ხდება. ამ ორივე ადგილას ძალიან ბევრი წიწვოვანი მცენარე იზრდებოდა ყოველ შემთხვევაში. ყველა წიწვოვანი მცენარე იქნება ეს სოჭი, ფიჭვი, ნაძვი, არა აქვს მნიშვნელობა, ღვია, ყველა გამოყავს ფიტონციდებს, ანუ აქროლად ნივთიერებებს, რომლებიც მომაკვდინებლად მოქმედებენ ბაცილებზე, ბაქტერიებზე, ვირუსებზე და ასე შემდეგ. ანუ ფიჭვნარში, ნაძვნარში, სოჭნარში თქვენ ხართ იდეალურ ჰაერში. ანუ
ჰაერში, სადაც არც ერთი ბაქტერია არ ჭაჭანებს. ამიტომ ასეთი ჰაერის ყლაპვა, ასეთი ჰაერის ჩასუნთქვა, რა თქმა უნდა, ფილტრებისთვის, ბრონქებისთვის და მთლიანად სასუნთქის სისტემისთვის არის იდეალური. ამის შესახებ რუსებმა გაიგეს თავის დროზე, როდესაც ისინი სწავლობდნენ ბორჯომის შემოგარენს და ამიტომაც თქვათ იგივე აბასთუმანში ააშენეს ესეთი ჯერ სამეფო სასახლე ააშენეს და შემდეგ უკვე სანატორიუმები. და მიდიან სიმენსები გადაცხოვრდებიან ბორჯომში. სამწუხაროდ უკვე პროცესი იმდენად ღრმად არის შესული, რომ ძალიან ცოტა ხანში მარია იღუპება, შემდეგ კვდება პატარა ელეონორაც და ამით ფაქტიურად მთავრდება ბორჯომული ეპოპეა სიმენსებისა. 1890 წელს კვლავ ბრუნდება ბერლინში თავის სამშობლოში, სადაც უკვე ფირმის ხელმძღვანელი ხდება და ამ დროს გადაასვენებს იგი მეუღლეს და შვილს ბორჯომიდან ბერლინში და სწორედ ეს ამ საფლავს გადავაწყდით სრულიად შემთხვევით მეც. გამოდის გერმანული გაზეთი, გერმანულენოვანი გაზეთი კავკაზიშე პოსტ, რომლის რედაქტორიც გახლავთ არტურ ლაისტი, რომელიც თავის დროზე ჩამოიყვანა ილია ჭავჭავაძემ, იმიტომ რომ არტურ ლაისტს გერმანიაში გამოცემული ჰქონდა რამდენიმე ძალიან სერიოზული ნაშრომი ქართული კულტურის შესახებ. იგი მეგობრობს იმ დროინდელ ყველა წარჩინებულ და გამოჩენილ ადამიანთან, აკაკი წერეთელთან და ვაჟა-ფშაველას, რა ვიცი, ყველასთან, ვისთანაც კი ხელი მიუწვდება და არტურ ლაისტი გახლავთ პირველი ადამიანი, რომელმაც ევროპულ ენაზე თარგმნა ვეფხისტყაოსანი და გააცნო იგი ევროპას და ამის შემდეგ ევროპა შეიშალა და გადაირია ვეფხისტყაოსანზე, რა თქმა უნდა, გერმანულად თარგმნა და შემდეგ უკვე სხვებს გაუადვილდათ სხვა ენებზე თარგმნა. სხვა შორის არტურ ლაისტი დაკრძალული არის დიდუბის პანთეონში. ასევე ძალიან საინტერესოა, რომ ქართული კარიკატურის, რომელიც ძალიან კარგი კარიკატურები ყავდა და ყავს ჩვენ, ფუძემდებელი გახლდათ ასევე გერმანელი მხატვარი ოსკარ შმერლინგი. მისი ნახატები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა, იგი ისინი იბეჭდებოდა როგორც პლაკატების სახით, ასევე კავკაზიშე პოსტში და ქართულ გაზეთებშიც კი. და სატირული ნახატები იყო, რა თქმა უნდა, რომლებიც დასინოდნენ იმ დროინდელ უცნაურ წესებს, რომლებიც დღემდე შემოგვჭა. თავადმა დადიანმა გერმანული ენის მასწავლებლად თავისი შვილებისთვის ჩამოიყვანა ვინმე ბერტა ფონ ზუტნერი. მეუღლესთან ერთად. 3 წელი ეს ბერტა ასწავლიდა დადიანის შვილებს გერმანულს, კარგად ასწავლა ეთყობა, იმიტომ რომ შვილები წავიდნენ შემდეგ გერმანიაში და წარმატებებს მიაღწიეს, ხოლო თვითონ ბერტა თავის მეუღლესთან ერთად გადადის თბილისში საცხოვრებლად აი ამ სახლში და ქალაქში 10 წელს დაჰყობს. შემდეგ ბერტა ბრუნდება გერმანიაში, ის არის ყველაზე ცნობილი პაციფისტი ქალი, ის არის ფუძემდებელი პაციფიზმის და მისი წიგნი ძირს იარაღი ბესტსელერია იმ დროინდელი და დღევანდელი პაციფისტების სამაგიდო წიგნს წარმოადგენს. ბერტა ძალიან მეგობრობდა ალფრედ ნობელთან და ამის ბრალი იყო თუ არა, არ ვიცი ზუსტად, 1907 წელს იგი ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ხდება, ასე რომ აი ჩვენს ქალაქში ცხოვრობდა ქალი, რომელმაც მარია სკლადოვსკაიურისთან ერთად ის იყო პირველი ქალი, რომელმაც მიიღო ნობელის პრემია. თუ კიდევ ვინმე იცით ასეთი საინტერესო ადამიანი, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში, რომ მე შემდეგ მოვიძიო მათ შორის მათ შესახებ ინფორმაცია და თქვენც გაგაცნოთ. მე-20 საუკუნის და მანამდეც 1000 წლეულების განმავლობაში და ახლაც, რა თქმა უნდა, საქართველოში ყველაზე პოპულარული სასმელი ღვინოა. და ამ ხარვეზის გამოსასწორებლად გერმანიაში ჩამოდის ძალიან საინტერესო ადამიანი ფრიდრიხ ვეცელი, რომელიც ხსნის მარცხენა სანაპიროზე ლუდის ქარხანას. ვეცელის ლუდი ძალიან დიდი პოპულარობით იწყებს სარგებლობას გამოშვებისთანავე. ცივი ლუდი ცხელ ამინჩი, გერმანული ლუდი მისწრება ქართველებმა აღმოაჩინეს ლუდი და ძალიან შეუყვარდათ იგი. ვეცელი აშენებს სხვა შორის ძალიან ლამაზ და ალბათ კავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და კეთილმოწყობილ იმ დროისთვის ალბათ 5 ვარსკვლავიან სასტუმროს, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და ყველა
სტუმარი, მაღალი რანგის სტუმარი, რომელიც კი საქართველოში ჩამოდის, აუცილებლად ვეცელის სასტუმროში ჩერდება. ასევე მე-20 საუკუნის დასაწყისიდან კატარინენფელდის მახლობლად შვეიცარიელი, გერმანელი ალექსანდერ ფონ კუჩენბახი ხსნის შვეიცარული ყველის საწარმოს და ამ საწარმოში იგი უშვებს ყველს, რომელიც თითქმის არაფრით ჩამოვარდება ორიგინალურ ყველს. სხვაჟერ შემდეგ იგი 33-მდე საწარმოს გახსნის და მისი პროდუქცია თქვენ წარმოიდგინეთ საქართველოსთან შვეიცარიაშიც კი გააქვთ. იმდენად მაღალი ხარისხისაა იგი. თბილისი ნელ-ნელა ფართოვდება, ნელ-ნელა მშვენდება, ნელ-ნელა შენდება და აქ რამდენიმე ცნობილი გერმანელი არქიტექტორი ჩამოდის. ისინი აშენებენ დასავლური ყაიდის სახლებს, აქ შენდება აღმოსავლეთში ყველაზე მაღალი გერმანული ეკლესია კირხე და ეს არქიტექტორები ნელ-ნელა აძლევენ თბილის იმ ევროპულ სახეს, რომელიც მას დღეს აქვს. მაგალითად ალბერტ ზალცმანი თბილისში დაბადებული გერმანელი არქიტექტორია, რომელიც ნაყოფიერად მუშაობს და უბრალოდ უნდა ჩამოთვალო რეები აქვს მას გაკეთებული. ეს არის სობოროს ტაძარი, რომელიც კომუნისტებმა დაანგრიეს და მის ადგილას დღევანდელი პარლამენტის შენობა დგას. ეს არის ალექსანდრე ნეველის ტაძარი, პეტრე პავლესა და წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიები, ალექსანდრეს ბაღი, რომელიც დღეს მე მგონი დედაენის ბაღი ქვია, დღევანდელი ცისფერი გალერეა, კავკასიის მუზეუმის შენობა, ქალთა გიმნაზია და უამრავი სხვა რამ. ასევე ქაშვეთის ეკლესიის მშენებლობაში მიუძღვის მას დიდი წვლილი, რომელიც მოგეხსენებათ ასევე გერმანელი არქიტექტორის ლეოპოლდ ბილფელდის მიერ არის აშენებული, დაპროექტებული და აშენებული დავით სარაჯიშვილის შეკვეთით და მისი სპონსორობით. გერმანელთა აშენებულია ოპერისა და ბალეტის თეატრი, რუსთაველის თეატრი, მოსწავლე ახალგაზრდების სასახლე, თბილისის საკრებულოს შენობა, არ არის დარჩენილი გოლოვინის იმდროინდელ გოლოვინის პროსპექტზე შენობა, რომელიც გერმანელებს არ აეშენებინონ დღევანდელი რუსთაველის პროსპექტი. ასევე მათი დაარსებული და დაპროექტებულია თბილისის ბოტანიკური ცენტრალური ბოტანიკური ბაღი, რომელშიც გერმანელმა ბოტანიკოსებმა შეკრიბეს კავკასიაში არსებული უნიკალური ფლორის თითქმის ყველა ნიმუში და ასევე ძალიან საინტერესოა, რომ გერმანელებმა ააშენეს რუსეთის იმპერიაში ერთადერთი და პირველი მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. დღევანდელი აღმაშენებლის გამზირი, იგივე ჩემი ახალგაზრდობის დროს პლეხანოვი, მიხეილის ქუჩა. ყველა შენობა აქ არის გერმანული, ყველა არის გერმანელი არქიტექტორების მიერ დაპროექტებული და არა მხოლოდ გამზირზე, არამედ მის განშტოებებზე, აი პატარ-პატარა ქუჩებზეც. ამიტომაც აქვს აღმაშენებლის გამზირს ესეთი ევროპული, სუფთა ევროპული გარეგნობა. და ის გახლდათ ყველაზე გრძელი ქუჩა საქართველოში, საქართველოს ქალაქებს შორის. იგი იწყებოდა დღევანდელი საარბრიუკენის მოედნიდან, ანუ ვორონცოვიდან, მუშტაითის ბაღი. დაახლოებით 3 კილომეტრია, 3 კილომეტრი საკმაოდ გრძელი, საკმაოდ ლამაზი, საკმაოდ კეთილმოწყობილი ქუჩისა. მე ტრადიციისამებრ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც უყურებთ ჩემს ვიდეოებს, წერთ კომენტარს, სვამთ მოწონების ნიშანს, აზიარებთ ვიდეოებს სხვადასხვა სოციალურ ქსელებში და რა თქმა უნდა იმ ადამიანებს, რომლებიც ეხმარებით არხს ფინანსურად. ესმე საშუალებას მაძლევს უფრო ხარისხიანი, უფრო საინტერესო, უფრო მრავალფეროვანი კონტენტი შემოგთავაზოთ და კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა თქვენ. 1917 წელი იმპერია დუხს, პირველი მსოფლიო ომი დასასრულს უახლოვდება, რუსეთში მღელვარება იზრდება, მოგეხსენებათ, გადატრიალება ცვლის და საბოლოოდ რუსეთის ძირგამოპალი იმპერია მიწაზე ენარცხება. ქართველები უკვე 1918 წელს 26 მაისს დამოუკიდებლობას აცხადებენ ოფიციალურად და პირველი ქვეყანა, ვინც აღიარებს ამ დამოუკიდებლობას, არის გერმანია. სხვაჟორის გერმანია არის პირველი ქვეყანა, რომელმაც 1992 წელს ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. ცხადდება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც ერთა ლიგის წევრი ხდება და ამავე დროს დიდი ომის ცეცხლიც ნელ-ნელა ნავლდება. გერმანელები ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმში არიან, ბათუმში ისინი ძალიან სერიოზულ მისიას ასრულებენ და ამ დროინდელ გერმანელებზე მე
ბებია ხშირად მიყვებოდა ხოლმე, როდესაც გერმანელები იყვნენო, ყოველ საღამოს თითქმის იმართებოდა მიღებები და სხვა შორის ბათუმში ჩვენი სახლი გერმანელების აშენებულია, ასე ეთყობა კიდეც. და ამ წვეულებებზეო იყო ცეკვა, იყო რა თქმა უნდა სიმღერა, ძალიან ისე ვერთობოდით და ძალიან გალანტურები, ძალიან კულტურულები, ძალიან მომხიბვლელები იყვნენ გერმანელები, არ ვიცი რატო არ გაყვა. ბებია გერმანელს ცოლად, საკმაოდ ლამაზი ქალი იყო. ცოტა ხანში გერმანელების შეცვალეს ინგლისელებმა და ბებია აყვებოდა რომ სახლებში შევიკეტეთო, იმიტომ რომ თვრალი ინგლისელები ეს იყო სტიქიური უბედურება. ძალიან საინტერესოა რომ ბერლინი, თბილისი ფრენებიც კი დაიგეგმა. უკვე ავიაცია ასე თუ ისე განვითარებულია და წარმოიდგინეთ რომ 1817 წელს არის შანსი რომ ბერლინიდან პირდაპირ ფრენები იყოს თბილისამდე და პირიქით. რა თქმა უნდა იმ დროინდელ თვითმფრინავში 3-4 მგზავრი თუ ჩაეტეოდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან საინტერესო მომენტია. რა თქმა უნდა სამწუხაროდ ამ პროექტს განხორციელება არ ეწერა და მხოლოდ კიდევ ძალიან დიდი დრო თითქმის 100 წელი დაჭირდა რომ ეს ოცნება ხორჩესხმულიყო. შემდეგ რაც ხდება გერმანიაში მოგეხსენებათ, რაც ხდება საქართველოში მოგეხსენებათ, მაგრამ მე მინდა მაინც ცოტა უკან გადმოვახვიო კიდევ ერთხელ. კიდევ ერთი ალბათ ყველაზე საჭირო პროფესიის ხალხი ჩამოდის საქართველოში, ესენი არიან ექიმები და ფარმაცევტები. ძალიან დიდი დეფიციტია ამ დროს აი ამ ადამიანების. დეფიციტი რა, აფთიაქები ფაქტიურად არ არსებობს საქართველოში. და პირველ აფთიაქს ხსნის ვინმე ფლორ შინბერგი 1812 წელს თბილისში. ყველაზე დიდი აფთიაქი მოგეხსენებათ ეს გახლავთ ევგენი ზემელის აფთიაქი, რომელიც მდებარეობდა უпроსორად რუსთაველის მოედნის ქვედა ნაწილში და მოგეხსენებათ ამ უბანს ზემელიც ჰქვია და ზემელი ჰქვია რატომ? იმიტომ რომ აქ იყო ტრამვაის გაჩერება და ზემელი ფულს აძლევდა ტრამვაის კონდუქტორებს სახელფასო დანამატს, რომ მათ როგორც კი მიუახლოვდებოდნენ ზემელის აფთიაქს დაეძახათ მარცხნივ არის ზემელის აფთიაქი, ან თუ იქეთ მიდიოდა თქვა მარჯვნივ არის ზემელის აფთიაქი. და ამ ადგილს შერჩა ეს სახელი. დღემდე ამ ადგილს თბილისელები ზემელს ეძახიან. სხვა შორის ძალიან საინტერესო მომენტი გამახსენდა ახლა პალეობიოლოგიის ინსტიტუტში როდესაც დავიწყე მუშაობა და სხვათა შორის პალეობიოლოგიის ინსტიტუტი, რომელიც მდებარეობს და მაშინ მდებარეობდა ახლა იგი გადასული არის ეროვნულ მუზეუმში ნიაღურის ქუჩაზე. ასეთ საინტერესო ქუჩა არის მთაწმინდაზე და ნიაღურის ქუჩაზე იყო გერმანელების მიერ აშენებული წმინდა ნინოს სასწავლებელი. აი ამ სასწავლებელში ჰქონდა დადებული ბინა ინსტიტუტს. ულამაზესი კარები, ფანჯრები, ზღუმელები, ეს ცილინდრული, როგორც მე წინა ვიდეოში გიამბეთ, ცილინდრული ფორმის, რომელსაც ერთ ადგილასო დაანთებდი და სწორედ 90-იან წლებში, როდესაც ყველაფერი გაიყინა და გაოხრდა, ჩვენ ამ ღუმელს დავანთებდით ხოლმე და ისე თბილად ვიყავით, სახლში წასვლა არ გვინდოდა. აი ესეთ გერმანულ შენობაში მნედ მუშაობდა ვინმე გიორგი დიცმანი. გიორგი დიცმანი, რომელმაც პირველივე დღეს დავამახსოვრა თავი იმით, რომ როდესაც მე ოთახს მიწყობდნენ, იქ შტეფსელები და რაღაცები იყო გამოსაცვლელი და შტეფსელი რომ მოხსნა, ხელები დაინერწვა და იმას დაადო. ჯერ ერთ სადენს დაადო, მერე მეორეს მე კინაღამ გული გამისდა და ხო ესო აქო ნოლიაო, აქო ფაზა არისო. მეთქი ხა ეს კაცი არ მოკვდეს, აქ არ გააგოროს ამდენმა, არა მშვენივრად დიცმანმა ეს ყველაფერი კარგად მოაგვარა და მას შემდეგ სხვა შორის მეგობრობთ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის ძალიან დიდი განსხვავება იყო ასაკში, იგი რაღაცნაირად მფარველობდა და რაღაც ლიტერატურით ვამარაგებდი ხოლმე იმ ლიტერატურით, რომელიც გამოც მაშინ იჭერდნენ და ესეც საკმაოდ თბილი ურთიერთობები ჰქონდა და შემდეგ გავიგე, რომ ყოველ შემთხვევაში ასე გავიგე მე, რომ დიცმანი გახლდათ ზემელის შთამომავალი. მე მგონი შვილიშვილიც კი. არ ვიცი მართალი გითხრათ, თუ ვინმე მიცით ამის თაობაზე, იქნებ მითხრათ, იმიტომ რომ მაშინ მე ასეთი საკითხებით არ ვინტერესდებოდი მაინც და სამწუხაროდ აი ესეთნაირად მხოლოდ აი ეს შემომჭა ეს მოგონება, რომ როგორც მე მითხრეს, იგი მისი შვილიშვილი იყო. მაშასე დაუბრუნდეთ კვლავ ფარმაცევტების თემას.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მე მგონი დღევანდელობამდე შემორჩენილი აფთიაქი გახლდათ ოტენების აფთიაქი, ის ოტენების ოჯახს ეკუთვნოდა ლეონიძის ქუჩაზე. ახლა როგორც ამბობენ, იქ ბარი თუ რესტორანია გახსნილი, რომელსაც სხვაშორისო არ დაუკარგესო ავთენტურობაო და ახლა მე მოგიყვებით ყველაზე საინტერესო ისტორიას ალბათ ჩემი ცხოვრებიდან, ერთ-ერთ საინტერესო ისტორია ჩემი ცხოვრებიდან. 1998 წელია დაახლოებით აი ესე სამსახურში ვარ და მდივანმა შევატყობინა რომ თქვენთანო ვიღაც ჭარმაკი მამაკაცი არის მოსული თქვენთან უნდა შევხედრო რა თქმა უნდა შევხვდი მას შემოვიდა ძალიან სიმპათიური ძალიან ესეთი ახოვანი მამაკაცი გამეცნო სოკრატ სალუქვაძეთ ძალიან ხმაურიანი ძალიან საინტერესო კაცი როგორც შემდეგ უკვე გაირკვა და მომიყვა ამბავი რომლის შესახებ მე წარმოდგენა არ მქონდა. სხვაშორის ბატონი სოკრატი გახლდათ იმ ერთ-ერთი უიშვიათესი ქართველთაგანი რომელმაც ზეპირად იცოდა ვეფხისტყაოსანი. საქმე იმაშია რომ ბაბუა ჩემი ვასო გაბუნია 1927 წელს რეპრესიებში მოყვა, ცალკე ისტორია თუ როგორ და რანაირად. იგი დაიჭირეს, გადაასახლეს ციმბირში, იქვე დაიღუპა და ბებია არ ყვებოდა ხოლმე მის შესახებ არაფერს. მამაჩები 4 წლის იყო, როცა მამა დაუჭირეს, ასე რომ მანაც არაფერი იცოდა და ასე რომ ეს ისტორია, რომელიც ბატონმა სოკრატმა მე ბაბუაჩემზე მომიყვა, ჩემთვის იყო აბსოლუტური სიახლე და შეიძლება ითქვას სენსაციაც კი. ბატონი სოკრატი გახლავთ იმდროინდელი მერიის, ახლა კი თბილისის საკრებულოს ქვეშ არსებული ისტორიული აფთიაქის ნომერ პირველი აფთიაქის, ასე ეწოდებოდა მას, დირექტორი. და რომ ამ შენობას, ამ უნიკალურ შენობას, რომელიც გაწყობილი არის ულამაზესი გერმანული ავეჯით, ულამაზესი ფრესკებია შიგნით და ბევრი სხვა საინტერესო რამ უპირებენ გასხვისებას, ანუ იქ უნდა განლაგდეს მაღაზია, რომელიც რა თქმა უნდა დაუკარგავს ამ ისტორიულ აფთიაქს თავის პირვანდელ სახეს. და იქნებო ჩვენო რაღაცნაირად გადავარჩინოთ ეს აფთიაქი. მე რა შუაში ვარ, რა უთხარი, აღმოჩნდა რა ცოტა ხნის წინ შევარნაძის მთავრობა მიიღო კანონი, რომ თუ კი ვინმეს რამე ჩამოართვეს რევოლუციამდე თუ რამე ეკუთვნოდა, მისი დაბრუნება უნდა მომხდარიყო. ეს კანონი სხვადასხვა ბევრმა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა მიიღეს, მაგრამ ამ რესპუბლიკებიდან მხოლოდ ბალტიის რესპუბლიკებმა შეასრულეს იგი როგორც წესია და რიგი, ანუ დაუბრუნეს მართლაც, მთელი კვარტლებიც კი დაუბრუნეს ადამიანებს, რომლებსაც ისინი რევოლუციამდე ეკუთვნოდა. მოკლედ, ბატონ სოკრატს ბევრი უძებნია თუ ვინ იყო გასაბჭოებამდე ამ აფთიაქის მეპატრონე და აღმოჩნდა საინტერესო ისტორია, ასეთი ისტორია. ახლა ცოტა კიდევ უკან დავბრუნდეთ, 1912 წელია, ბაბუაჩემ ვასო გაბუნიას მამამისი საჩინო გაბუნია ფულს უდებს ჯიბეში და უშვებს სანქტ-პეტერბურგში სასწავლებლად, აქ ვასო ეუფლება ფარმაცევტის ნიერებას, უკან ბრუნდება და თბილისში ეძებს ადგილს, სადაც შეიძლება ვთქვათ აფთიაქი გახსნას, მაგრამ 1917 წელია უკვე დამოუკიდებლობა აგერ და აგერ გვექნება. მაგრამ თბილისში ფაქტიურად მონოპოლია აქვს გერმანელებს. მას ბედი გაუღიმებს. არსებობენ ბიძაშვილები, ჰაინეები, გვარად გერმანელები, ფრიდრიხი და ფერდინანდი და ისინი ყიდიან თავიანთ აფთიაქს. ეს აფთიაქი გახლავთ გერმანელი არქიტექტორის მიერ აშენებულ შენობაში, გერმანული აფთიაქი, რომელიც ძალიან პოპულარული არის მოსახლეობაში. არ ვიცი ვასო საიდან ქონდა ფული, ისეცხა თუ პეტერბურგიდან ჩამოიტანა, მართლა არ ვიცი, მაგრამ მან შეიძინა ეს აფთიაქი. ამის შესახებ მოდით თვითონ ბატონ სოკრატს მოусმინოთ. მე ჩავწერე 1998 წელს მისივე აფთიაქში და მართალია ცუდად ისმის, მაგრამ მაინც თქვენ გაიგებთ ძალიან საინტერესო ისტორიას. 1902 წლიდან ამ აფთიაქს არენდატორებად მოევლინეს გერმანელი პროვიზორები ადოლფ ფრიდრიხ კარლ ჰაინი და ფერდინანდ ადოლფ ჰაინი. და ეს იყიდა ბატონ ვასილ საჩინოზე გაბუნის. ნაციონალიზაცია მოხდა, დეკრეტი 33 გამოიცა და ვასილ საჩინოზე გაბუნია ჩამოართვეს აფთიაქი.
უთხრეს დარში დავთიაქში ანდა ფარმ ინსპექტორად იმუშავეთ არ დარშა გაბუნი ავთიაქში არც ფარმ ინსპექტორობა იდადრა შევიდა უნივერსიტეტში და 1928 წელს დაამთავრა სამკურნალო ფაკულტეტი ექიმის დიპლომით მაშასე ბატონი სოკრატი მეუბნება რომ ყველა საბუთის მიხედვით რომელიც მან არქივში მოიძია აფთიაქისზე უფლება აფთიაქის ფლობაზე უფლება მაქვს მე როგორც მისი ბოლო მფლობელის ერთადერთ შთამომავალს მე იმ პერიოდში საკმაოდ კარგ ადგილზე ვმუშაობ ძალიან საინტერესო პროექტებში ვარ დაკავებული და მაინც ჩემი ოჯახის წევრების შვილების განსაკუთრებით ესე დაჟინებული თხოვნით ასამკოცო ესეთი ადგილია და იქნებ მართლა რაღაცა გამოვიდეს დავიწყე მოძრაობა მაგრამ მეორე თუ მესამე დღეს მოძრაობის დაწყებიდან დამირეკეს და არა ორაზროვნად ესეთმა სერიოზულმა ხმამ გამაფრთხილა რომ ჩემი განძრევა და ცუდღეში ჩავარდნა ერთი იქნებოდა მოკლედ რომ ჩემ დღეს ვერავინ ნახავდა თუ ამ საქმეს თავს არ გავარნებებდი ხა მე მაინც და მაინც შიშარა არ გახლავართ მაგრამ ზარმაცი კი ვარ და მე უცებ წარმოვიდგინე ეს არის შევარნაძის პერიოდი ასე მთელი ჩემი რესურსები მთელი ჩემი ძალა ალბათ სამსახურიც იზარალებს ამით ალბათ ჩემი ოჯახიც იზარალებს იმიტომ რომ იმდენი შემოსავალი აღარ მექნება უნდა დავახარჯო რაღაც ქიმერას რომელმაც შესაძლოა და ალბათ 95%-ით შეიძლება არ გაამართლოს ამ წამოწყებამ და პლუს კიდევ შეიძლება ფიზიკურადაც დამაზიანოს ვიღაცამ. ამიტომ დავანებე ამ ამბავს თავი. რა თქმა უნდა, სამწუხაროდ აფთიაქი გასხვის და დღეს იქ რაღაცა მაღაზია და მე გამახსენდა ამასინათ ლუნებურგში, ჩვენ ჰამბურგთან ახლოს ულამაზესი ქალაქია. იქ არსებული 1429 წელს გახსნილი აფთიაქი, რომელიც დღემდე აფთიაქია და ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც მე-15 საუკუნეში. მოგეხსენებათ 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოში უკუნი ჩამოწვა, რომელიც დღემდე უკუნობს და ბოლომდე არ გაგვთენებია და გერმანელთა ცხოვრებაც იცვლება. ძირითადად იცვლება რადიკალურად და კარდინალურად იმ გერმანელთა ცხოვრება, რომლებიც ცხოვრობენ მიხეილის ქუჩაზე, ანუ რომლებსაც აქვთ ქარხნები, რომლებსაც აქვთ საწარმოები, რა თქმა უნდა ხდება მათი ქონების ნაციონალიზაცია, მათ გამოყრიან ამ სახლებიდან, ზოგიერთ მიცემენ ადგილს ერთ ოთახს ან საერთოდ სარდაფში ერთ ადგილს, ერთ ოთახს, მთელი ოჯახი იქ არის შეყუჟებული, ხოლო დანარჩენებში განათავსებენ აი ქართულ კომუნისტებს, ბოგანოებს, რომლებიც ბოლომდე ბოგანოებად დარჩნენ და მათი შთამომავლები დღესაც ბოგანოები არიან. სამწუხაროდ ასე მთავრდება თბილისური გერმანიის ისტორია. მაგრამ სოფლის გერმანიის ისტორია არ მთავრდება. კატერინენფელდში, ელიზაბეტალში და ასე შემდეგ სხვა ასეთ სოფლ დასახლებებში გერმანელები მეურნეობები გადაკეთდება კოლმეურნეობებად. და სხვათა შორის ისინი ქართულ სინამდვილეში ყველაზე წარმატებული კოლმეურნეები არიან და როგორც წინა ვიდეოდან გახსოვთ, როგორც ბატონმა გურამ ავკოპაშვილმა თქვა, მარტო კატარინენფელდში, ანუ ბოლნისში იწარმოება 1.200.000 ბოთლი ღვინო, საუკეთესო ხარისხის, რომელიც გადის არა მხოლოდ საბჭოთა კავშირში, არამედ საზღვარგარეთაც კი. ასევე გერმანელები როგორც ადრე აწარმოებენ რძის პროდუქტებს, ხორცს, ხილბოსტნეულს, კარტოფილს და ასე შემდეგ. მათ ყავთ სამი საფეხბურთო გუნდი მარტო კატერინენფელდში. კარგად არის განვითარებული გუნდური სიმღერა, ცეკვები და ასე შემდეგ. აქვთ თეატრი, სასულე ორკესტრი და ნუ მოკლედ კატერინენფელდი, ელიზაბეტალი და ეს დასახლებები ცხოვრობენ ცოტა გამორჩეულად და ცოტა უკეთესად ვიდრე ქართული სოფლები. ახლა მე ცოტა წინ უნდა გადავხვდე და მოგიყვეთ ისტორია, რომელიც თავს გადამხვდა ჩრდილო-აღმოსავლეთ ყაზახეთში. კერძოდ ქალაქ პავლუდარში. ამ ქალაქში არის ძალიან საინტერესო ადგილსაპოვებელი პალეონტოლოგიური, მე კი ახალგაზრდა პალეონტოლოგი ვარ და ეს ჩემი ერთ-ერთი პირველი სერიოზული ექსპედიცია. აქ ჩემს მეგობარ და ჩემს მასწავლებელ სლავა ჭიკვაძესთან ერთად წავედი აი ადგილსაპოვებლის სანახავად, რომელსაც ქვია გუსინი პირილოთ, რომელიც ძალიან საინტერესო ფაუნით გამოირჩევა.
და რამდენიმე დღე გავჩერდით, საღამოს ერთ-ერთ საღამოს ვახშმობთ კაფეში და ჩვენს გვერდით არიან ახალგაზრდების ჯგუფია, საკმაოდ ხმაურიანი, ლუდს ვამენ და ერთობიან და უცებ ერთ-ერთი ცისფერთვალება ქერა ბიჭი ადგა, მოვიდა ჩვენთან და უკაცრავად ქართველები ხომ არ ხართო. კი, ქართველები ვართ. იცითო, საქართველოში რო არსებობს ასეთ ქალაქი ლუქსემბურგიო. როგორც გახსოვთ, წინა ვიდეოდან კატერინენფელდს, როდესაც კომუნისტები მოვიდნენ, გადაარქვეს სახელი და დაარქვეს მას გერმანელი რევოლუციონერის ქალის როზა ლუქსემბურგის სახელი, შემდეგ დაარქვეს უკვე ბოლნისი. მოკლედ მე ვუთხარი რომ კი, როგორ არ ვიცი, ხშირად მიწევს ბოლნისში ყოფნა. ეს არის ბოლნისელი გერმანელების, ანუ ლუქსემბურგელი, ანუ კატერინენფელდელი გერმანელების შთამომავალი. საიდან მოხდნენ გერმანელები პავლოდარში, მით უმეტეს ბოლნისელი გერმანელები, რატომ გაცვალეს მათ 64 ჯოჯოხეთზე? იმიტომ რომ პავლოდარი და ზოგადად ჩრდილო-აღმოსავლეთ ყაზახეთის არის უმკაცრესი კონტინენტური ჰავის მქონე ტერიტორია, სადაც ზამთარი არის -40-50 გრადუს აღწევს ყინვა და ზაფხულში ასეთივე სიცხეებს, ანუ +40 გრადუსებს. ეს არის აბსოლუტურად უნაყოფო მიწა, სადაც მხოლოდ აი ეს სატრაქტორო ქარხნები და რაღაცა ესეთ საწარმოებია მხოლოდ და სხვა არაფერი. საქმე კი იმაშია, რომ 1941 წელს ქართველ გერმანელთა ისტორიის ყველაზე მძიმე, ყველაზე ტრაგიკული ფურცელი გადაიშალა. და ზოგადად კავკასიელ გერმანელთა ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, მოგეხსენებათ 1941 წლის ივნისში გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს და ავტომატურად ყველა გერმანელი, რომელიც სახლობდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, დიდი საფრთხის შემცველად გამოცხადდა. ამიტომ პრობლემა ძალიან მარტივად საბჭოურად გადაიჭრა. პირველ დღეებში დახვრიტეს ესეთი გამოჩენილი გერმანელები, ვინც იყვნენ, ძირითადად ეს იყვნენ სოფლის თავები, რელიგიური ლიდერები, პასტორები და ასე შემდეგ. დააშინეს გერმანელები და ერთ კვირაში გამოუცხადეს, შეკრიბეს სხვადასხვა სოფლებში, მოაწყვეს კრება და უთხრეს, რომ აი ხვალ თქვენ მიდიხართ აქედან, თითო ოჯახზე გექნება 60 კილოგრამი წაღების უფლება ბარგის და დილის 9 საათზე იქნებით პლაცზე, აი ამ მოედანზე და გაგამგზავნებთ. სად მივდივართ, სად გვიშვებთ, სად იმ არავინ არაფერს ეუბნება. გერმანელებმა, პრაქტიკულმა გერმანელებმა იფიქრეს, ხა 60 კილოგრამი ოჯახზე, ხა 7-800-იანი ოჯახი რა უნდა წაიღო, იმდენ საჭმელს ვერ წაიღებ, რომ თქვათ რაღაცა დიდი ხნის განმავლობაში გეყოფათ, ან ისიც არის, შეიძლება აქვე მიყავხარ სადღაც 2 საათში იქ ახარ თქვათ. და რა შეიძლება თუ ახალ ადგილზე გვასახლებენ, ერთადერთი რაც შეიძლება და პრაქტიკულები რო არიან ისინი, ამაშიც გამოჩნდა შრომის იარაღები წაიღეს, ანუ მოხსნეს თავები თოხს, ბარს და სხვა ასეთ ფიცალს და ესეთ შრომის იარაღებს და იფირდა თქვენს რომ სადაც არ უნდა ვიყოთ, ხომ მიწა იქნება რა, იმ მიწას დავამუშავებთ და რაღაცნაირად თავს გავიტანთო. მეორე დღეს შეიკრიბენ გერმანელები ცენტრალურ მოედანზე, ისინი შეყარეს, რასაც ქვია, საქონლის გადასაყვან ვაგონებში, სადაც არანაირი პირობა არ იყო. ვაგონები გადატენილია ბავშვებით, ქალებით, მოხუცებით, მამაკაცებით. არ არის არანაირი პირობა და მატარებელი მიდის გაუჩერებლად რამდენიმე დღის განმავლობაში. აუტანელი სიბინძურე წარმოგიდგენიათ ხო, არა ტუალეტი, არა არაფერი. შიმშილობა, სიცხე კატასტროფული. ერთადერთიო საშუალებას აძლევდნენ სამხედროები და ბადრაგი, რომ მიცვალებულები გადაეყარათ ვაგონებიდან. ამით გერმანელთა უბედურება არ დამთავრებულა, ახალ ადგილზე სადაც ისინი დაასახლეს, ისინი მათ საცხოვრებელი პირობები არ დახვდათ, მათ აღიქვამდნენ როგორც ხალხის მტრებს და მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ მაინც ამოქაჩეს, მაინც შეძლეს ის, რომ აი ამ უნაყოფო მიწაზე, რასაც ყაზახეთის მიწა წარმოადგენს, თიხნარზე, რომელიც როცა შრება ხოლმე, როგორც ბეტონი ისეთი სიმაგრისა. მიუხედავად ამისა, მათ მაინც გაიტანეს თავი. ხელოსნობით, მეურნეობით თუ რაც იყო, ისინი გადარჩნენ. სხვა შორის არ გაასახლეს ის გერმანელები, რომლებიც გათხოვილები იყვნენ ქართველებზე. ასეთი არ იყო ცოტა სხვათა შორის, ქართველებზე, სომხებზე, აზერბაიჯანელებზე. გაცილებით ნაკლები იყო მამაკაცი, რომელსაც მოყავდა ცოლად გერმანელი და
წინა ვიდეოში ბატონმა გურამმა ავკოფაშვილმა ამაზე ისაუბრა, რომ თითქმის არ მოყავდათო სხვა ეროვნების ქალებიო მამაკაცებს ცოლადო. ამიტომ ეს ქალები დარჩნენ საქართველოში და ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული უკვე 70-იან წლებში, 80-იან წლებში ტანტეების ინსტიტუტი. ტანტე თვითონ სიტყვა ნიშნავს დეიდას, ბიცოლას გერმანულად. მოგეხსენებათ გერმანელები ერთმანეთს ესე მიმართავენ, ხო, გვარით მიმართავენ, მაგალითად ფრაუ შულც ან ჰერ შოლც. ეს არ არის მიღებული, მაგრამ ჩვენ ქართველებმა როგორც ჩანს გადავაკეთეთ და დეიდა ელზა, მაგალითად გადავაკეთეთ ტანტე ელზა და ასეთი ტანტე ელზა ყავდათ ჩემს შვილებს გერმანულის მასწავლებელი, ჩვენი მეზობელი, უკეთილშობილესი, ულამაზესი და უკარგესი მოხუცი გერმანელი ქალი, რომელმაც სხვა შორის ძალიან ბევრი ეხვეწა. აი ის გაჭირების პერიოდი რო იყო, როცა ყველაფერი იყინებოდა, საჭმელი არ იყო, სასმელი არ იყო, ჩვენ მაქსიმალურად ვამარაგებდით მას ყველაფრით და სთხოვდნენ მას მისი ახლობლები, რომ წაგიყვანთ გერმანიაში, აქ იცხოვრებ კაცო ნორმალურად, ყველაფერი გექნება, აბსოლუტურად მოვლასით, ფოზე. არავითარ შემთხვევაში არ ქნა ტანტემ ელზამ და დარჩა საქართველოში ბოლომდე. სხვათა შორის ასეთი ტანტე ყავდა მათ ნომერ პირველ მტერს ლავრენტი ბერიას და ეს ტანტე აი ამ სახლში ცხოვრობდა ბოლნისში. რა დაემართათ გერმანულ დასახლებებს? ეს ამბავი უკვე მე პირველი პირიდან ვიცი, პირველი ცოლის დედის ოჯახი სხვებთან ერთად ჩამოასახლეს ონის რაიონიდან, ანუ რაჭიდან, მთიანი რაჭიდან ლუქსემბურგში. და ამ დროს გადაერქვა მას სახელი და დაერქვა ბოლნისი. ისინი აი პირველი პირიდან ვამბობ ისე გეუბნებით, მიყვებოდნენ რომ რაჭველებს დაგხვდაო ჩვენო სავსე სახლი. სავსე ავეჯით, უნიკალური ავეჯით, ფანტასტიკური ფაიფურის ჭურჭელი, ჭაღები, ლოგინები, თეთრეული, კაბები, შარვლები, პერანგები, სარდაფები სავსე საჭმლით, შაშხი, სხვა მჟავეულობა, ღვინო, ჭაჭა, რა ვიცი, რა არა. ადამიანები გაასახლეს 60 კილოგრამის აღება უთხრეს მხოლოდ. ხო ყველაფერი დატოვეს. მან და აი გამზადებულზე, მზამზარეულზე ჩამოვიდნენ აი ეს რაჭველები და დასახლდნენ აქ და პირველი წლებიო ჩვენ საერთოდ არაფერი არ გვიყიდიო, იმიტომ ასაცველი ქონდა, საჭმელი ქონდა, საცმელი ქონდა, ყველაფერი იყო და არ გჭირდებოდა არაფრის შეძენო. ერთი მინუსი და უცნაურობა ის იყო, რომ თქვათ ტუალეტები იყო სახლში და აბაზანები, ამას არ იყვნენ რაჭველები, მიჩვეულები, მაგრამ იმდენად გამართული იყო საკანალიზაციო სისტემა, რომ შეეჩვიენ ამას და მეორე უცნაურობა ის იყო, რომ პარკეტი იყო მიწის მაგივრად იატაკად. და რამდენიმე დღის განმავლობაშიო ხან ერთ სახლში ჩნდებოდა ცეცხლი, ხან მეორეში, იმიტომ რომ არ ვიყავითო ჩვენო მიჩვეულიო აი ასეთ საცხოვრებელ პირობებსო. 1945 წლიდან საქართველოში გერმანელები კვლავ დაბრუნდნენ. მაგრამ ამჯერად უკვე არა ნებაყოფლობით, არამედ ძალით ეს გახლდათ გერმანელი ტყვეები. ეს მეორე მსოფლიო ომის დასასრულია უკვე და მათ შესახებ სხვათა შორის გენიალური მულტფილმი აქვს გადაღებული, გენიალურ ასევე გენიალურ რეზო გაბრიაძეს Знаешь, мама, где я был? იცი დედას მე სად ვიყავი? აი აუცილებლად ნახეთ ეს მულტფილმი, მართალია რუსულ ენაზეა, მე ყოველ შემთხვევაში მხოლოდ რუსულად მაქვს ნანახი. ეს არის ძალიან ლირიული, ძალიან სასაცილო და ამავე დროს ტრაგიკული ისტორია პატარა ქუთაისელ ბიჭზე, რომელსაც სახლში შეუსახლეს გერმანელი ტყვე. ტყვეებს ძირითადად ამუშავებდნენ მშენებლობებზე და დღემდე გაიგებთ თბილისში მაგალითად, რომ ეს სახლი გერმანელების აშენებულია, იმას ნიშნავს, რომ იგი ხარისხიანია. და სხვა შორის ის ჩემი სახლი, სადაც მე ბოლოს ცხოვრობდი, ვაკეში, ისიც გერმანელების აშენებულია და რაღაც მომენტში რეკონსტრუქცია გადავწყვიტეთ ბინის და ჩემი მეგობარი მოვიწვიეს, ოსო გულიტაშვილი, ჩემი უახლოესი მეგობარი, რაც გარდაცვლილი, რომელიც მუშაობდა სეისმომედეგობის ინსტიტუტში, იყო ასეთი ინსტიტუტი ზავრიევის სახელობის და მშენებელი იყო ის პარალელურად და უბრალოდ მე მაინტერესებდა რამე ისეთი არ დამეზიანებინა ამ გადაკეთების დროს, რომ შემდეგ თავზე არ დამქცეოდა სახლი. და მან მითხრა, როდესაც მან დაათვალიერა კედლები, როდესაც ჩვენ გავაბურღეთ ნახეჩინით რა ხდება, ასე გვასწავლიდნენო, რომ უნდა აგვეშენებინო, მაგრამ
მე ასეთი აშენებული სახლები არსად არ მინახავსო. 1946 წელს სხვადასხვა თბილისის ბანაკის ხელმძღვანელობამ ასეთი სადისტური საქციელი ჩაიდინა ფაქტიურად მათ ჩაატარეს გამოკითხვა ვინ ხართო აი ესეთ მაგარი მორწმუნე გერმანელებიო და ამდენიმე ათეული მამაკაცი გამოვიდა წინ და აი ეს ხალხი წაიყვანეს და მათი ხელით დაანგრიეს რუსეთის იმპერიაში ყველაზე დიდი ეკლესია კირხე. გერმანელებთან ჩემი პირველი ესეთი საქმიანი ურთიერთობა 90-იანების დასაწყისში დაიწყო ამ დროს საქართველოში გარემოს დაცვითი ძალიან ცნობილი და წამყვანი ორგანიზაციის ბუნების დაცვის სოფლიო ფონდის ფილიალი ჩამოყალიბდა აზერბაიჯანშიც და სომხეთშიც საქართველოს პარალელურად ატარებს გარემოს დაცვით ძალიან სერიოზულ საქმიანობას და მე ამაყივა რომ მე მაქვს მიღებული მონაწილეობა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაარსებაში. მე ამ პარკის შესახებ მაქვს ფილმი გადაღებული 2000 წელს, ანუ 25 წლის წინ, ძალიან დიდი ხნის წინ და მე შემოგთავაზებთ მას აუცილებლად. ხოლო ახლა კი გეტყვით რომ ამ პარკის დაარსებისთვის გერმანელებმა მაშინ 90-იანი წლების ბოლოს გამოყვეს 20 მილიონი დოიჩმარკა. ეს წარმოუდგენელი კოლოსალური თანხა იყო და ეს თანხა ჩვენ მოგცეს როგორც გრანტი, როგორც საჩუქარი. დღეს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი არის ერთ-ერთი უდიდესი ევროპის ეროვნულ პარკებს შორის და ალბათ ყველაზე საინტერესო პარკი თავისი ფლორით, ფაუნით და ლანდშაფტებით და იგი შესული არის სოფლიოს საუკეთესო პარკების, ეგრეთ წოდებულ პენ პარკების კლუბში და საპატიო ადგილი უკავია. შემდეგ ბევრი პროექტი განხორციელდა, უამრავი ათეული მილიონი დაიხარჯა საქართველოს ბუნების გადასარჩენად. მე ვფიქრობ, რომ დღეს თუ საქართველოში ძალიან ბევრი რამ ჯერ კიდევ გვაქვს შენარჩუნებული. ბუნებაზე ვამბობ მე. სწორედ გერმანელების უდიდესი წვლილი არის ამაში. კიდევ ეგ არის სავალალო, რომ ჩვენს ქვეყანაში ღარიბნი ვართ. და გუშინდელი მოსული გერმანელი კი იმოდენად მდიდარია, რომ შვილების გაზრდის ხარჯსაც შოულობს და სახლობასაც გაუჭირვებლივ კვებავს. იგი ცოდნასა და განათლებას უყურებს როგორც აუცილებელ საჭიროებას. გერმანელი პურს დაიკილებს, ღვინოს დაიკილებს, შიმშილს, წყურვილს არ შეუშინდება და შვილის მცოდნე კაცად ქცევისთვის არაფერს დაზოგავს. გერმანელმა იცის, რომ შვილის კაცად გამოსვლა, მაძღრად ყოფნა და უტკივრად დარჩენა სწავლა განათლებაზეა დამოკიდებული. ილია ჭავჭავაძე 1905 წელი. მე კი დღეს ამით გემშვიდობებით, ლამაზ, საინტერესო კვირას გისურვებთ. ჩვენ ძალიან მალე შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის.